მოგესალმებით, მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, ჰოროსკოპი G-ის მსმენელს მაყურებელს დღეს გვექნება საუბარი უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. საუბარია 13-19 იანვრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. პირველში მოითხოვოთ, რომ წინ მინდა მოგილოცოთ ძველით ახალი წელი, კვლავ და კვლავ გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ყოველივე კარგი და დიდი წარმატებები. და აღნიშნო, რომ 14 რიცხვი, ანუ სამშაბათი იტყვის ყურადღებას რატო? იმიტომ რომ ნიშნავენ იგი იმით, რომ აქ ჩვენ გვაქვს, ორი თარიღი გვაქვს. პირველი არის სწორედ 14 რიცხვი, 14 ნიშნავს, რომ აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა, ანუ თხისკას და კერჩხების ზოდიაქურ ღერძზე ხდება მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება, რაც გამოიწვევს ცოტა მეტ დაძაბულობას, ტრავმატულ ტენდენციებს, კონფლიქტების ტენდენციას, თან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია და ამ ნეგატიურ ტენდენციებს იგი უწყობს ხელს, ამიტომ ჯანმრთელობას გავფრთხილდით. განსაკუთრებით რისკ ზონაში გვაქვს ჩვენ კუჭის ზონა, კუჭნასლავის ზონა მთლიანად, ასევე ძვოვანი სისტემა, ხერხემალი სახსრები, მკვეთრ მოძრაობებს მაქსიმალურად მოვარიდოთ თავი და ასევე აღნიშნოთ, რომ არაფერი ახალი მშვენი სარისკო 14 შარ დაიწყოთ. ვეცადოთ, რომ ეს პერიოდი, ეს დღე მშვიდად გავიაროთ და საჭესთან ვიღოთ ცოტა ფრთხილად წინ დავდოთ. არავით არის საქმეთა გარჩევა, კამათი და ასე შემდგომ. და ასევე 13 რიცხვი ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ 13 რიცხვი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კერჩხებთათვის. რატო? და ორშაბათს, ანუ 13-ში თეთრი მთვარე ეწოდებული მფარველი ანგელოზის სელენა 7 თვით გადავა კერჩხების ზოდიაქოში. ეს კი ნიშნავს, რომ ეს მოვლენა ხელს შეუწყობს საოჯახო სტაბილურობას, საგვარეულო, მოდი ასე ვთქვათ, ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, გამაგრებას, სამშობლოს პატრიოტიზმის ტენდენციების განვითარებას და გაღვივებას ადამიანებში, ინტუიციის ზრდას და სხვა სასიკეთო მოვლენებს, რაც ხელს შეუწყობს მთლიანობაში საოჯახო ინსტიტუტის ასევე მეტად დასტაბილურობას და ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, სასიკეთო ადამიანებისთვის თვისებების უფრო მეტად გამოვლენას ადამიანებში. ასევე მოდით ავუშვოთ, რომ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები მართალია პერიოდი ზოგადად ცუდი არ არის, მაგრამ რაღაც ნეგატიური წყალშედინებები მაინც გვაქვს, იმიტომ რომ დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია და მხოლოდ შემდეგი კვირიდან გადავა პოზიტიურ ენერგოველში. ამიტომ ეს უარყოფითი ენერგოველი მაინც ითხოვს სიფრთხილეს ყურადღებას, მაგალითად ვერძისთვის. თავარი პრობლემა ამ კვირაში არის კონფლიქტების ტენდენციის ალბათობა მაღალი კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან. ამიტომ გმართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, წინდახედულობა, მოთმინება, თავდაჭერა, დიპლომატიის გამოვლენა. რათა ამას არ მოყვეს მერე პრობლემები და კონფლიქტები. და ამავდროულად აკონტროლეთ სიტუაციას, რომელიც ხდება თქვენს ირგვლივ და ზოგიერთი შეცდომაც უნდა გამოასწოროთ, რომელიც დაშვებული გაქვთ თუნდაც წინა პერიოდში. მაშინ კვირა იქნება გაცილებით უფრო მშვიდი და უფრო მეტად სტაბილური, იქნება ზედმეტად იმპულსური და სუსტრაფი. ეცეთ კვირა მშვიდად გაიაროთ, იმიტომ რომ შემდეგი კვირიდან უფრო სასიკეთო ტენდენციები იქნება მოსაოდნელი თქვენს ცხოვრებაში. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 14-19 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 17 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, მებრძოლის სულისკვეთებაც მაღალ დონეზე გაქვთ, რაც შეიძლება მეტად დაერგნით ოპტიმიზმს, ასევე კეთილშობილებას, მგზავრობა მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, შეიძლება ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია და ამიტომ აღნიშნოთ, რომ წყალქვეშა დინებებმა ახლა შეიძლება გააფუჭონ ეს პერიოდი რით? აი თქვენ ცოტა გემატებათ კამათისადმი მიდრეკილება. უკმაოფილო ხართ თქვენ, დაუშვათ სხვების მოქმედებით, სხვების სიტყვები და ამან შეიძლება გამოიწვიოს კამათი, შეიძლება გააზიაროს კონკურენტული ბრძოლა, ძველმა დაუშვათ გადაუწყვეტმა კონფლიქტებმა, ამ პრობლემებმა შეუძლოთ დრო და დრო იჩინონ თავი. ამ ტენდენციებს მიაქცევთ ცოტა ყურადღება, მეტი თავდაჭერა გამოვლენით, რათა მთლიანობაში კარგი პერიოდი საკმაოდ სასიკეთოდ გავლოთ და არა კონფლიქტებში და საქმეთა გარჩევაში. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 13-18 იანვრის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგათ 15 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მოითხოვოთ, რომ კვირის ბოლოსკენ ენერგოტონუსი თქვენ ნელ-ნელა აიწევს. ეს უფრო კარგად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე, მაგრამ მთლიანობაში მაინც დისკომფორტი ამ კვირაში ჯერ კიდევ მაღალი გაქვთ. კომუნიკაბილურობა სამაგეროთ მატულობს. ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას მოდი ავუშვოთ, რომ თქვენ გასაჭიროებათ ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა, ზედმეცნო ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ დაუშვათ თქვენი სიტყვები, ზოგჯერ გათქმა, არასასურველი ინფორმაციისა გამოიწვევს საფასურო რეაქციებს, ამ სიტყვები გამოიყენება ინფორმაციას თქვენ საწინააღმდეგოდ. ამასთან ერთად კარგია ის, რომ კვირის მეორე ნახევარში თქვენ უკვე განთავისუფლდებით ზოგიერთი ილუზიებისგან, გადამეტებული ფანტაზიებისგან თუ პრაგმატულად იაზროვნებთ.
ამასთან ერთად მეტი თავდაჭერა დიპლომატია გმართებთ ხელმძღვანელ პირებთან. რათა მათთან სიტუაცია არ დაიძაბოს, აი ამის ტენდენცია კარგი და ეს ითხოვს მაქსიმალურ კონტროლს. Ყველას კარგი იქნება თქვენთვის 14-19 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და აღარ 17 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. Kirchgebebo, Protskovice ergotonsi magali gav, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ამხრივ კარგია, ძამნიშნულია პარტნიორული ურთიერთობა. ვინც სასიყვარულო გინდა საქმიანი ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობა, რაც მეტად ამ ურთიერთობებში შეგაქვს სიმშვიდე. ჰარმონია, მით უფრო კარგად იგრძნობ თავს და ერთობლივი თანამშრომლობაც კი მეტად სასკეთო ელფორს მიიღოს, მაგრამ თუ აქ იქნებით ზედმეტად ემოციური, ხასიათისმცვალებადი, ზედმეტად პრეტენზიული და შემდგომ, მაშინ კონფლიქტების ალბათობა მოიმატებს, ეს გაითვალისწინეთ. და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას საკუთარ გეგმებს ნუ რავის ნუ გაანდობთ, თორე ეს მერე იქნება გამოყენებული თქვენ საწინააღმდეგოდ. ამიტომ საერთო ჯამში მოდით ეს ვთქვათ, პარტნიორული ურთიერთობის სტაბილიზაცია ბევრად განსაზღვრავს. წარმატებული იქნებით ამ კვირაში თუ არა. Oskarga თქვენთვის 13-18 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 15 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. და ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება ლომებო. უკვე კვირის ბოლოს იქნებთ რომ თქვენთან მადლობს ერგოტონს. ჯანმრთელობა უმჯობესდება, ნაკლებად იღლებით ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც კვირა ცოტა რთულია. მოულოდნელი საქმეები, მოულოდნელი მოვლენები, სხვათა პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობა ეს გადართავს თქვენს ყურადღებას ძირითადი თქვენი გეგმებისგან და შეცვლის მათ. ამასთან ერთად ნათესავთა მეგობართა პრობლემები მეტად იჩენენ თავს, რაც ასევე წაიღებს თქვენ დროს და ყურადღებას. აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც საქმეთა გარჩევას მაქსიმალურად მოერიდეთ, იმიტომ რომ ამის ტენდენციაც მაღალია და ჯანმრთელობას ჯერ კიდევ გავხსნით. საექიმო შესწავლების ალბათობაც გაქვთ მაღალი და მაქსიმალური ტაქტი გამოავლინეთ კოლეგებთან მიმართებაში. რათა თქვენმა ცოტა გადამეტებულმა ამბიციებმა მათთან მიმართებაში არ დაძაბნონ სიტუაციები. შემდეგ კვირა უფრო მეტად სასკეთოა თქვენთვის. ყველას კარგი ამ კვირაში თქვენთვის 16 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 13-18 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. და მეორეკით ქალწულის შრომის უნარიან ნიშანს კი ეს ნიშანი უდაყუთ შრომის უნარიანების კოპიანი მომტვენი შოუპოვარია ორგანიზებულია დისციპლინირებულია ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს და თავის პროფესიონალიზმი აშკარად გამოავლინოს ამიტომ პრეტენზიულობაც მათლობს თქვენში პარტნიორების ხელმძღვანელობის მიმართ თქვენ გინდათ რომ მათ თქვენი ეს მონაცემები სწორად შეაფასონ და ამ ხელი შეუწყოს თქვენს კარიერულ განვითარებას მაგრამ რა ფორმით აპირებთ ამას ზედმეტი პირდაპირობით სიხისტით სიჯულით მაშინ გამოიწვევს საფასკო რეაქციებს და არასასწორ კონფლიქტებს, საკუთარ ინტერესებს ჯიქურ ნუ დაიცავთ. ანუ აქ ცოტა მეტი დიპლომატია, ცოტა მეტი მოთმინება და ასე ვთქვათ, არასიხისტი, არამედ სირბილია საჭირო. თან შეიძლება აქ რაღაც ორგანიზაცია მოხდეს, როგორც თქვენ საქმეებში, ასე თქვენ სამსახურში, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს თქვენი გეგმები და ამის შედეგად შეიძლება უხდეთ ზოგიერთ შემთხვევაში რუტინული საქმეებით თავის დაკავება. რაც მეტად შენარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს შვილებთან, სასწავლო პარტნიორებთან ეს მეტად გაუმჯობესებს თქვენ ფსიქოემოციურ მდგომარეობას და წარმატების შანსებს და სხვა შორის კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება იქნება საკმაოდ კარგი და წარმატებული თქვენთვის. ყველას კარგია თქვენთვის 17 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 14-19 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაუდებლებს კვირის ბოლოს კი ერგოტონუსი ნელ-ნელა მოიმატებს, მაგრამ კვირა მაინც ცოტა რთულია. პრობლემები, საოჯახო მათ შორის პრობლემები ჯერ კიდევ იჩენენ თავს, ეცადეთ არ ეკამათოთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ზედმეტი კონტროლი თქვენი მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ აუცილებლად გამოიწვევს საფასკო რეაქციები და ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტებსაც კი და ამასთან ერთად მაქსიმალური დიპლომატია, მოთმინება, კომპრომისების პოვნა. აი ეს არის აუცილებელი, რომ ეს ურთიერთობა, ეს პარტნიორული ურთიერთობა იყოს სტაბილური. მაშინ ეს ხელს შეუწყოს თქვენს წინსვლას განვითარებას, არავითარი მემკვიდრეობის საკითხები აქ არ გადაზღვით, მეტად დაეხტანეთ ინტუიციას და დაიცავით თქვენი საიდუმლო. მაშინ კვირა იქნება გაცილებით უფრო სასიკეთო და წარმატებული და შემდეგ კვირა კიდევ უფრო უკეთესი. ყველას კარგია თქვენთვის 15 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 13-17 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელის მებრძოლის სულისკვეთების მქონე ნიშანს ერგოტონუსი კი არ რჩევს. ჯანმრთელობა მდგრადია, იმუნიტეტი მაღალია, ეს ნიშანი ორგანიზებული, დისციპლინირებული, შოუპოვარი, შრომის უნარიანი, მიზანსტრაფული, ეს ყველაფერი კარგია. კარგია პერიოდის სწავლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად შეიძლება რაღაც გარკვეული პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მოგზაურობა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ფეიკების ალბათობა მაღალია. ამიტომ თქვენი მოთხოვების ცელობაც იქნება მაღალი. ნებისმიერი ინფორმაცია გადამოწმეთ ვისგანაც არ დამოდიოდეს. ხელშეკრულებას
შეგნებას ხელი არ მოაწეროთ, სანამ ყველა მის პუნქტს არ გადახედავთ. და ამასთან ერთად მოითხოვოთ, რომ გიჭირთ კომპრომისების მიღწევა. ამიტომ შეიძლება კონკურენცია, ასევე ურთიერთწინააღმდეგობა, ზოგიერთ შემთხვევაში კამათიც მოხდეს თქვენსა და ეროვნულ ადამიანებს შორის, რაც დაძაბავს თლიანობაში სიტუაციას. და აქედან გამომდინარე, რაც მეტად თქვენ ამ დაძაბულობას მოხსნით, მათ შორის ინტუიციაზე დაყრდნობით, ცოტა მეტი დიპლომატიურობით, მით უკეთესად წარიმართება ეს კვირა თქვენთვის. ყველაზე კარგია თქვენთვის 13-18 იანვრის დღეები რიცხვები და ავარგოთ 16 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. შილდოსნის ოპტიმისტური ნიშანს რაც შეეხება პირველ რიგში მოდით დავუშვათ, რომ კონფლიქტების ალბათობა მაღალია, ენერგოტონუსი დაბალია, იმუნიტეტიც დაბალია, ფსიქოემოციური არასტაბილურობის ფონზე სწორედ იქნება ეს კონფლიქტები. და აქედან გამომდინარე, თქვენ გარკვეულ ასე ვთქვათ დაძაბულობას გრძნობთ, მათ შორის ევროპულ ადამიანებთან მიმართებაში, კონკურენტული ბრძოლაც მოიმატებს, ფინანსური პრობლემები შეიძლება ეჩინონ თავი და თქვენ შეიძლება მოგიხდეთ ვალის გასტუმრება ამ პერიოდში, მეტყვი თუ წინა პერიოდში უაზროდ ხარჯავდით ფულს ამ ვალს იღებდით. აი ახლა ამის გასტუმრების დრო მოდის და გადასახდელების ტენდენცია შეიძლება მეტად ეჩინოს თავი. ამ შემთხვევაში თქვენი მოქმედებით შეიძლება პროვოცირება მოახდინოთ ირგვლივყოფი ადამიანებისა თქვენ საწინააღმდეგოდ. ამიტომ ვიყავით ყურადღებით, სარკასტულ გამოთქმებს თავი დაანებეთ, ნუ იქნებით ზედმეტად ეგოისტური და ზედმეტად დიქტატორული. რათა ამან არ იჩინოს თავი და პრობლემები არ შეიქმნათ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 15 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 13-17 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხისქას ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ეს კვირა კიდევ კარგია თქვენთვის, ამიტომ მზე თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ იაქტიურეთ. ორგანიზებულობა, დისციპლინა, შრომისუნარიანობა, ნებისმიერ მოთმინება, შობორობა გაძლევს საშუალებას, რომ მიაღწიოთ იდეების რეალიზაციას. მიაღწიოთ უფრო მეტ სიმაღლეებს თქვენს მათ შორის პროფესიონალურ განვითარებასა და კარიერაში. ესეც კარგია და უშუალოდ მოდით ისიც, რომ ცოტა შეიძლება დაიძაბოს ზოგიერთი ურთიერთობა, რაც შეიძლება კონფლიქტში გადავიდეს. ან ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადამიანებს დაშორდეთ. ეს ტენდენციაც არის. ამიტომ ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, თავდაჭერა ურთიერთობებში და ცოტა მეტი სიფრთხილე განსაკუთრებით საჭესთან. ამიტომ ტრავმატული ტენდენციების ალბათობა აქ მაღალია. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 13-18 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 16 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მერწყულებს, აი შემდეგ კვირიდან იწყება თქვენთვის ძალიან კარგი პერიოდი, ამიტომ ამ კვირაში ცოტა მეტად გავაფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით. ემოციურად ნუ იქნებით, ასე ვთქვათ, უკონტროლო, იმიტომ სტრესული ტენდენციების ალბათობა ჯერ კიდევ არის. და სხვათა მხრიდან თქვენ და მის ზეწოლის, ასე თქვენ თავისუფლების შეკვეცის ტენდენციები იქნება საკმაოდ მაღალი, რაც არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას. ზოგიერთ სიტუაციები კვლავ მოითხოვენ თქვენგან რადიკალური გაწყვეტილების მიღებას, ამიტომ მოქმედებით პრინციპით ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი, ასეთ შემთხვევაში ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. რაც მეტად აქ ახალ საქმეს და სარისკო მოქმედებებს არ დაიწყებთ და ძველ საქმეებს დაუთმობთ ან ყოველდღიური საქმეებს დროს და ცოტა მეტად დაასვენებთ თავს, მით უკეთეს იქნება ეს თქვენთვის. თან ენას ყველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 16 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 13-18 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, პერიოდი კარგია, მხრივ რომ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიცია იზრდება, რომელსაც დაყრდნობით საარჩევანს აკეთებთ, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენის კარგი შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ ცოტა მეტი ტაქტი თავდაჭერა გმართებთ მშობლებთან, მათ შორის მამასთან და ასევე ხელმძღვანელ პირებთან. თუ აქ შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს, იმიტომ რომ მათი მხრიდან ზეწოლის თქვენი კონტროლის ტენდენცია გაძლიერდება, რაც მაინდამაინც არ მოგეწონებათ. ეს პერიოდი კარგია ინტერნეტთან ურთიერთობისთვის, მაგრამ აქ ფეიკების ალბათობა ჯერ კიდევ არის, ამიტომ გადაამოწმეთ ნებისმიერ ინფორმაცია და რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ მეგობრულ ურთიერთობებს, მეგობართა თანადგომა იქნება დროული, სასიკეთო და ზოგიერთ შემთხვევაში წარმატების მომტანიც კი. ეს არის რეფორმების პერიოდი. ამიტომ რაც მეტ სიახლეებს შემოიტანთ, ორიგინალურად იაზროვნებთ, სპონტანური მოქმედება გექნება და თან რაღაც ახალი იდეების რეალიზაციასაც შეძლებთ, ეს უფრო მეტად ხელშეუწყობს თქვენს წინსვლას, განვითარებას და შემდგომ წარმატებებს. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 17 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 14-19 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. ამ ინფორმაციით საუკეთ სურვილებით მე გისურვებ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.